ევროკომისიის ანგარიში კვლავ შეფასებების თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ანგარიშიდან უკრაინასა და მოლდოვაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობის შეფასების ამოღება ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს, რადგან მათივე თქმით აღნიშნულ ქვეყნებს ამ მიმართულებით ბევრი პრობლემა აქვთ. ანგარიში საკმაოდ კრიტიკულია საქართველოსთვის. დოკუმენტში საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მაღალ შესაძლებლობაზეა საუბარი. ოპოზიციაში თვლიან, რომ ეს ქართული ოცნების მავნებლური პოლიტიკის შედეგია და ხელისუფლება ევროინტეგრაციისთვის არაფერს აკეთებს. საპირისპირო სამტკიცებენ მმართველ გუნდში. ევროკომისიას აქვს ინსტიტუციონალური მიდგომა კანდიდატ ქვეყნებთან, მათ შორის იმ ქვეყნებთან, რომელსაც სურს გახდნენ ევროკავშირის წევრები. უკრაინაში, მოლდოვაში არსებობს ანტიკორუფციული საგამოძიებო დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი და სისტემა საქართველოში ასეთი არ არსებობს. ინსტიტუციონალური ჩავარდნა კი არ არის მხოლოდ სახეზე, არამედ უბრალოდ ქართული ოცნებაა კორუფციული მთავრობა. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე საუბედუროდ ტოქსიკური ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირის შორის გრძელდება და ეს ძირითადად ხდება ქართული მხარის ინიციატივით, საჯარო საკმაოდ აგრესიული რიტორიკის ფონზე. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს საპასუხო კრიტიკული დასკვნა ევროკავშირის მხრიდან და ასეთ დროს ხელის გაშვერა, რომ აი სხვები ჩემზე უფრო ცუდები არიან, ცოტა არასერიოზული და ბავშვურ საქციელს უფრო გავს. ევროკავშირის მხრიდან ვიზა ლიბერალიზაციის მონიჭება საქართველოსთვის იყო პოლიტიკური ნდობის გამოცხადების მანდატი საქართველოს მოქალაქეებისთვის და მათ შორის საქართველოს ხელისუფლებისთვის. სამწუხაროდ ეს ნდობის მანდატი საქართველოს მოქალაქეების მიმართ კი არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ აღარ არსებობს ქართული ოცნების რეჟიმის მიმართ. სწორედ ეს არის ასახული ამ რეპორტში. ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი პირველად ის, რომ საქართველოდან უკვე მომდინარეობს უსაფრთხოების რისკები რუსული გავლენისგან გამომდინარე. ეს არის ის ნდობა, რომელიც ქართულმა ოცნებამ საკუთარი პრორუსული ღონისძიებების და აქტივობების გამო სრულად დაანგრია. რატომღაც უკრაინაზე და მოლდოვასთან ამოღებულია ეს თავები კორუფციასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით იმ ორ ქვეყანასთან, რომელშიც ეს პრობლემა განსაკუთრებით ჩანს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირები ჩართული იყვნენ კორუფციაში. მოხდა არა უკრაინის შიდა, ასე ვთქვათ, მოკლებებით, არამედ იყო გარედან ჩარევით და ნაბუს ამ ღონისძიებებში პირდაპირ იჯდნენ უცხოელები, რომლებიც ჩხრეკებსა და გამოძიებაში მონაწილეობას იღებენ. ასე რომ დღეს უკვე უკრაინას აღარავინ აღარ ეკითხება, ვის დაუჭერენ, ვის არ დაუჭერენ, რა საქმეს გახსნიან და რას არ გახსნიან. ეს ერთი. მეორე, ადამიანის უფლებთა იგივე შეეხება მოლდოვას, რომელიც კორუფციის მხრივ სადგას ყველა რეიტინგებში ყველამ კარგად იცის. და მეორე, რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, ერთთან მეორე ქვეყანაში ტელევიზიები დახურეს, რომელიც მათ არ მოსწონდათ.